მოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმარს გიორგი ბადრიძეს, საქართველოს ყოფილ ელჩს დიდ ბრიტანეთში დიპლომატს და ასევე მკვლევარს. მადლობა მას მოსვლისთვის. ამშვიდობისა. ბატონო გიორგი, ახლა რაც ჩვენ სულ ბოლოს გავიგეთ, ამბავი არის ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით უკვე წავიდა მოლაპარაკების მხარემ გადაინაცვლა რუსეთისკენ და უკვე ფიზიკურადაც გზაში არიან, ასე ითქვა ყოველ შემთხვევაში. აქამდე მთავარ პრობლემად ასე გამოვიდა, ხომ, სახელდებოდა უკრაინა. რომელსაც თითქოს და ტრამპის უსამართლოდ, მაგრამ კი. ხო, ამერიკის ადმინისტრაცია ასე ამბობდა ყოველ შემთხვევაში. ახლა მათი თანხმობა არის მაგიდაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ყველა ფორმატში. ახლა რა არის კითხვა? აი, ახლა რას უნდა ელოდოს ტრამპი? უკვე სად აქვს გამოწვევები და როგორ ფიქრობთ ეს პირველი შეხვედრა მოსკოვში რა შედეგით შეიძლება დასრულდეს? ტრამპმა რამდენჯერმე ახსენა იმგვარი ალეგორიები, აი თქვენ არ გაქვთ სათანდო კარტები. ჩემი აზრით ტრამპი მალე აღმოაჩენს, რომ რუსები სხვა თამაშს თამაშობენ და მას სხვანაირად წარმოუდგენია ურთიერთქმედება რუსეთთან. ყოველ შემთხვევაში ის თუ როგორ წარმოაჩენს თავს როგორც შუამავალი მიუკერძოებელი უკრაინასა და რუსეთს შორის, ჩემი აზრით სრულიად არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების როლისა და სტატუსისა საერთაშორისო ასპარეზზე, სრულიად უცნაური, პირდაპირ ვიტყვი, მიუღებელია იმ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ერთის მხრივ შეერთებული შტატების დემოკრატიულ მოკავშირეებს და მეორეს მხრივ აგრესორს, რომელმაც რამდენადაც არ უნდა იძახოს დუგინმა, რომ რაღაცა საერთო აქვს ტრამპთან, მის იდეოლოგიურ ბაზასთან, საბოლოო ჯამში ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე. ასე რომ აი ამ უცნაური როლის თამაში შუამავლისა, მიუკერძოებელი შუამავლისა ჩემთვის გაუგებარია და ეტაპზე პრინციპში მიუკერძოებლობა არ გამოვიდა. ეს ახლა ცხადად ჩანდა, მიუკერძოებელი როგორ გამოვიდა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ გამოვიდა მიკერძოებული უკრაინის საწინააღმდეგოდ. კი, არა, ეს კიდევ უარესია, რა თქმა უნდა, ანუ განცხადება პოზა, რომელიც დაიკავა და ამიტომ უნდა ისაუბროს ორივე მხარეს, დიახ. რომ ის იყო შუამავალი და ამ დროს მთელ თავის წნეხს სრულიად უსამართლოდ, სრულიად დაუმსახურებლად ის ახორციელებდა უკრაინაზე. პრაქტიკულად, პროვოკაციულად სარიელ ადგილზე მოიგონეს, თითქოს უკრაინა ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო პროცესს, რაც უბრალოდ ტყუილია. უკრაინას ჰქონდა ამ პროცესში თავისი ძლიერ კონკრეტული შეხსენებები იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმებელი ადრეც ყოფილა მიღწეული და რომ ისინი უსაფრთხოების გარანტიების, ან მისი აღსრულების, შეთანხმების აღსრულების გარანტიის გარეშე აუცილებლად იქნება დარღვეული რუსეთის მხარის მიერ და აი ამან გამოიწვია მაშინ იქ ისტერიკები, რომელიც თეთრ სახლში ვიხილეთ ოვალურ კაბინეტში. დღეს ჩემი აზრით ტრამპს მოუწევს რაღაცა ახალის მოგონება, იმიტომ რომ უეჭველად რუსეთი არ წაყვება მას ამ თამაშში. უკვე განცხადებული აქვს ლავროვს, რომ ის ჯერ ესეთი რუსეთს არ ჭირდება არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და მეორე რომ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ დაუშვებს რაიმე სახის სამშვიდობო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც მარტო იმას მიანიშნებს, რომ დათანხმდეს რუსეთი რაიმე სახის დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე, მისი საბოლოო მიზანი უკრაინის სრული დაპყრობისა არ იცვლება სხვა შემთხვევაში სამშვიდობო ძალების დაშვება დაშორიშორების ხაზთან მისთვის პრობლემა არ იქნება. ამ მასობაში ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ასე კითხვა. ის რომ რუსეთისგან რამეს მიიღებს პოზიტიურ სამ ეტაპზე, ეს ილუზია აქვს ტრამპს, ეს ცოტა ინფანტილური იქნებოდა ჩვენ რომ გვეფიქრა, ის ხომ ახლა არ მოსულა პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად იცის გეოპოლიტიკური კონტექსტი, ისტორიაც არ მგონია დამახინჯებით იცოდეს რუსული იდეოლოგიით დატვირთულად, ხომ? მან ზუსტად იცის რასთან აქვს სავარაუდოდ საქმე, მაგრამ აი ეს დაჩაგვრა უკრაინის ამ პროცესში რისთვის დასჭირდა? ამის გამო შეიძლება პუტინი მასთან რაღაცნაირად პარტნიორად აღიქვას თავი, მის პარტნიორად და უფრო წამოვიდეს მოლაპარაკებებზე. ანუ
პირველ რიგში მე არ ვიქონიებდი აი რა ტიპის პროცესია ეს ტრამპის პერსპექტივიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ რომ აუხსნათ ჩვენს აუდიტორიას, რა თქმა უნდა ჩვენ ზუსტად ვერ ჩავწდებით ამას, მაგრამ ვარაუდში. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ტრამპის პირველი ვადის გარემოცვის ყველაზე უფრო პასუხისმგებლობიანი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ტრამპი პრაქტიკულად არ კითხულობს და უამრავი რამე არ იცის. ასე რომ ჩვენ დავეყრდნობით იმ დაშვებას, რომ ტრამპმა იცის ისტორია. უამრავი რამე არ იცის და მაგალითად მისთვის გულწრფელად შოკის მომგვრელი იყო ზელენსკის ნახვა კოსტიუმის გარეშე, სანამ ის პროვოკატორი ჟურნალისტი გამოვიდოდა ოვალურ კაბინეტში სიტყვით, თეთრი სახლის წინ ტრამპმა გაუსვა ხაზი ზელენსკის ჩაცმულობას, ანუ ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს ნანახი ზელენსკის არც ერთი საგარეო ვიზიტი, რაც ხორციელდება 3 წლის განმავლობაში და სადაც ზელენსკი ამ ნახევრად სამხედრო ფორმაში. ყურადღება ცოტა წარმოუდგენლად ჩანს თითქოს, რომ მას არ კონდეს ნანახი. არ აქვს ნანახი და უამრავი რამე უბრალოდ არ იცის. ეს არის მარტივი ფაქტი. მეორე არის რამდენად ფაქტების ცოდნის თუ არ ცოდნის მიუხედავად, რამდენად აგრძელებს ის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას, ისე როგორც ეს ხდებოდა თაობების განმავლობაში, სულ მცირე ბოლო 80 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ უამრავი რამ, რაც ტრამპს აქვს განცხადებული დოქტრინალურად, პირდაპირ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების როლს, რომელიც მან თავად იკისრა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, რომლის გამოც არსებობს ერთის მხრივ აი ის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, რომელსაც გააფთრებით ებრძვის ერთის მხრივ რუსეთი, ჩინეთზე იყო რატომღაც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად გადატანილი ისრები, რომ აი ჩინეთი ამ მთავარი საფრთხე, ჩინეთი არ ცდილობს ამ სისტემის დანგრევას, ის ცდილობდა კი ბატონო ზოგჯერ ამ სისტემის გამოყენებას, ზოგჯერ გარკვეული წესების დარღვევას, მაგრამ აქტიურად არასდროს არ ცდილობდა ჩინეთი ძინდრი გამოეთხარა ფუძემდებლური პრინციპებისთვის, როგორც არის საზღვრების ურღვეობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ასე შემდეგ. დემოკრატიაზე მას თავისი წარმოდგენა აქვს და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ჩინეთს ისიც კი არ გაუკეთებია, ეხლა გამოდივარ ჩინეთის ადვოკატად არ ვარ, მაგრამ რეალურად განსხვავებით რუსეთისგან, ჩინეთს არ დაუწყია აგრესიული ექსპორტი თავისი ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური შეხედულებების. ის ძალიან ეფექტურად თანამშრომლობს ყველანაირი პოლიტიკური სისტემის ქვეყნებთან, ცდილობს თავისი სტრატეგიული, სავაჭრო, საინვესტიციო პოლიტიკით თავისი პოზიციების გამყარებას, გავლენის სფეროს გაფართოებას, ძალიან ხშირად ამას აკეთებს სრულიად მიზანმიმართულად დამაზიანებლად, ანუ კაბალაში ჩაგდებით, სესქებით და მაგრამ რუსეთის მსგავსად ის არ აგზავნის დივერსანტებს, არ აგზავნის ტანკებს და რაკეტებს სხვა ქვეყნებში მათი სუვერენიტეტის დასამხობად. აქვს პრეტენზია ტაივანზე და ისტორიულად თუ შეხედავთ, შეიძლება ვიღაცამ ბოლომდე ვერ კი რა თქმა უნდა მე არ ვარ მომხრე იმისა რომ კომუნისტურმა ჩინეთმა დაიპყროს დემოკრატიული ტაივანი. ოღონდ ესეც გამოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემა არ არის. ტაივანი იყო ჩინეთის ნაწილი, ტაივანი იყო ჩინეთის რესპუბლიკა და კონტინენტურ ჩინეთზე მოხდა კომუნისტების მიერ ძალაუფლების მიტაცება რევოლუციის შედეგად და რამდენიმე 10 წლეული იყვნენ არ აღიარებული და ტაივანში მყოფი ჩინეთის რესპუბლიკა იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და ხუთეულის წევრი, სანამ ამერიკამ არ შეცვალა. ასე რომ დაუბრუნდეთ ტრამპის წარმოდგენაში საერთოდ სხვა არის შეერთებული შტატების როლი საერთაშორისო სისტემაში და ეს სისტემა იყო, როგორც მას წარმოუდგენია, რომელშიც შეერთებული შტატები იყო სპონსორი სხვების უსაფრთხოების, რაშიც ისინი ამერიკას ფულს არ უხდიდნენ და ეს პირდაპირ აქ ნათქვამი, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების პოლიტიკური უსაფრთხოების და ეკონომიკური ძლევამოსილება პირდაპირ ემყარებოდა ამ სისტემას. და ცნობისთვის უსაფრთხოების და თავდაცვის ხარჯებით მხოლოდ
არ განისაზღვრება შეერთებული შტატების სიძლიერე, ეს სიძლიერე გაქრება ლანდივით, როგორც კი შეერთებული შტატების ეკონომიკა დაიწყებს შემცირებას და ამ ეკონომიკის სიდიდე, რომ ის მესამედზე ცოტა ნაკლები, მაგრამ ძალიან დიდია. დღესაც მსოფლიო საერთო ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ზე მეტია შეერთებული შტატების წილი ამ ეკონომიკაში. როგორც ამ ეკონომიკის ზომა დაიწყებს შემცირებას, შეერთებული შტატების ძალაც გაქრება და აი ეს ზომა ეკონომიკის უზარმაზარი, გიგანტური, ყველაზე დიდი, რომელსაც სულ ამბობდნენ, რომ აი ხან იაპონია დაეწევა და გადაასწრებს, მერე ჩინეთს გვეუბნებიან, აი და ვერ გადაასწრდა, ვერ დაეწია ვერავინ. მათ შორის იმის გამო თუ როგორ არის ორგანიზებული საერთაშორისო სისტემა, რომელშიც შეერთებულ შტატებს შეაქვს ყველაზე მეტი წვლილი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარიც არის ამ სისტემის. მათ შორის ეკონომიკური. წავიდა ახლა მოსკოვში, შესაძლოა ეს იყოს სახელმწიფო მდივანი რუბიო, თუმცა აი მოკლე თქვენი პროგნოზი თუ შეიძლება ვიკითხო, რა შედეგით რა ნადავლით დაბრუნდება ის თეთრ სახლში და რა სიტყვის რა ამბავს ჩაუტანს ტრამპს. აი პირველი მოლაპარაკების შედეგი რა შეიძლება იყოს? ხო, მარტივი ფაქტიდან გამოვიდეთ, ვარაუდებს რო არ მიყოთ, რომ რუსეთს ამგვარი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც რაიმე სახის ოდნავ მაინც სამართლიანი გრძელვადიანი შეთანხმებით დასრულდება არ სურს. უფრო მეტიც პუტინისთვის კატასტროფა იქნება ნებისმიერი ამგვარი შეთანხმება ერთადერთი კაპიტულაცია ფაქტია. დიახ, რადგან ეს არის ძალიან შორს იმ მიზნისგან, რომელიც მან გამოუცხადა თავის მოქალაქეებს, რომლებმაც უნდა აიტანონ სიღარიბე, უუფლებობა, მაშინ როდესაც მათი ქვეყანა წესით უნდა იყოს სოფლიოს ყველაზე მდიდარი, რომელსაც ყავს სოფლიოში ყველაზე მდიდარი მთავრობა და მზად არის ეს მოსახლეობა, რომ აიტანოს უკვე ნათლად ღრმად კორუმპირებული მმართველობა, რომელიც როგორც ფაქტია არ გამოდგა ქვეყნის საშინაო საკითხების სამართავად, მაგრამ მზად არის აიტანოს რუსეთის სიდიადის აღდგენისთვის და ამ ხელმსხვერპლის შემდეგ გაჩერება აი იმიტომ რომ პროგრესი ძალიან სერიოზული არ არის 2014 წლის შემდეგ მოგება დამატებითი ახალი ტერიტორიის არის უმცირესი და ეს იქნებოდა მისთვის კატასტროფა. ასე რუსეთისგან ძალიან მარტივად უნდა ველოდოთ ამ პროცესის საბოტაჟს, მისთვის უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მათ სცადონ ისრების უკან შეტრიალება უკრაინისკენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინული დიპლომატია ამის საშუალებას არ მისცემს. აგერ აი ამ მომენტისთვის ნათქვამია, რომ აი ჩვენ თანამშრომლობთ, ხო? ნახოთ, როგორ განწარმოება, ალბათ ძალიან სწრაფად გავიგეთ. მაგრამ მთავარია, რომ პირველ რიგში ვაშინგტონში გაიმარჯვონ ჯანსაღმა თავებმა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების, ეროვნული ინტერესის უკეთ მცოდნეებმა, რომლებიც არ არიან გართული რაღაც აი ახალი პროექტით, ამ პროექტს სახელიცაა, გარდავიწყებ ამაზე ხა საუბარს, 2025 ქვია და დაანებებენ ამერიკის აი ისტორიული როლის ნგრევას თავს, რომელიც პირველ რიგში ამერიკას აზარალებს. მადლობა დიპლომატ გიორგი ბადრიძეს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებში.